მე გადავჭი 100 დღე ექსკალიბურ სონიკად, გიტია 5-ში. ჩვენ მოგვიწევს ექსკალიბურ სონიკის ფორმა ყველაზე ძლიერ დონემდე განავითაროთ, რათა დავამარცხოთ დოქტორი ეგმანი და გახსნილი რაინდები. შევძლებთ თუ არა ყველა ლეგენდარული מחვილის შეგროვებას და მსოფლიოს გადარჩენას. წავედით! აი, რა მშვენიერი დღეა, როგორც ყოველთვის, რომ დედასთან ერთად წავიდე. მგონი ამჯერად მიუტან, ბონე კამბალაბუ. წავედით. აი იქ არის. შენ იქნები ჩვენი ვახშამი დღეს. დარწმუნებული ვარ, დედას ძალიან მოეწონება. ამიტომ მიუტან, რადგან უნდა გავაგრძელოთ ლეგენდარული מחვილის დაცვა. რა თქმა უნდა, მოდით ვნახოთ, დედა ზუსტად იქ არის. დედა, რა ხდება? ესენი ვინ არიან? აქ დავიმალები, ვნახავ რა ხდება. კორალარგო, შენი ლეგენდარული מחვილი უნდა გადმონცე. ეს ერთადერთია, რაც კოლექციის დასასრულებლად მჭირდება. მე ყველა მებრძოლი გავხსენი და მათ თავიანთი מחვილები გადმონცეს. ახლა დროა შენი מחვილიც ავიღო, რომ სოფლიო დავიპყრო. ეს מחვილი სონიკს სჭირდება, რომ მოდეს მე სოფლიო დაიცვას. არ ვაპირებ მის გადმოცემას, ხეულო. იცოდე, რომ თუ არ მომცემ, მაინც დაგამარცხებ და სოფლიო დაეცემა. არა, რატო არ გადაარჩენ შენ სიცოცხლეს და უყურებ, როგორ ვიღებ სოფლიოს ჩემს ხელში. მაშინ რა მაგალითს მივცემდი ჩემ შვილს? რომ ენახა იამაყებდა ჩემიც და ეცდებოდა თქვენთან ბრძოლას. რას დედა ამბობს, მართალია, ის მართალია. მე უნდა ჩუმად, სულელობო, გვეჩქარება. როგორც ხედავ, შენთან მოლაპარაკება შეუძლებელია, ბიჭებო. ყველანი თქვენს ადგილებზე დაბრუნდით. ეს ბუსუსტად გამოიყურება, ასე რომ მასზე იზრუნებს ახალი თავდამსხმელი ჯი. ღმერთო ჩემო, ბოლოს ჩემი შანსი მაქვს, რომ ვინმეს მოვუღო ბოლო. დიდი მადლობა, ბატონო უბროსო. კი, როგორც შენი თქვი. წავედით, ბიჭებო. უნდა დავიწყოთ სოფლიოს დაბყრობა. ჯეთ, მომიტანე מחვილი, როცა გექნება. წინ. მივდივარ, უბროსო. აბასულელობო, როგორ დინდა მოკვდე? ბაგარჩო? თუ ორად გაგჭრა? არ მაინტერესებს ადამიანმართება. ერთადერთი რაც მაინტერესებს ის ხარ შენ. გაჩუმდი, წავიდეს გთხოვ. წავიდეთ. ხო, ზღაპრებს ნუ მიხვები, მოდი აქ რომ მოკლა. კარგი, ვნახოთ. ლეგენდარული מחვილი ზუსტად აქ იყო, ხო? ლეგენდარულო מחვილო, მჭირდები? მათხოვე შენი ძალაკთ, ხო? აი აქ მაქვს. რა ხდება? ეხლა მზად ვარ. შენ, დედა ჩემი დაანებე. ჰეი. აღარასდროს გნახავ. ეს ჩემი ძალაა ეხლა. დედა, გადაგარჩინე. სიცოცხლე იხილე. ღმერთო ჩემო, შვილო, მეგონა რომ მოუკვდებოდი როგორც ყველა სხვა ვიდეოში. დიდი მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ლეგენდარული ფორმა გაქვს, ეს შეუძლებელია. რატომ არის ეს შეუძლებელი, დედა? ერთი წუთით. რა მოხდა? თავს ძალიან სუსტად გრძნობ. და მე არ მინდოდა რომ ახული გამოგეყენებინა, სანამ ეს აუცილებელი არ გახდებოდა და ახლა როცა გამოიყენე, შენი ცვლილება დაიწყება. შენ ბევრად უფრო სწრაფად გაიზრდები და ბევრად უფრო სწრაფად მოიპოვებ ძალას, მაგრამ ის ფორმა რაც ჰქონდა, იყო ლეგენდარული ფორმა. ის მხოლოდ მაშინ მიიღება, როცა ნამდვილი საყვარელი ადამიანი საფრთხეშია. ეხლა როცა საფრთხე უკვე გადაიარა, სონიკ, შენ დაიბრუნა შენი ახალი ექსკალიბურის ფორმა, სონიკ. არა. მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ, დედა. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? უნდა დავამარცხოთ ის რაინდები, სანამ ისინი მსოფლიოს დაიპყრობენ. არ ინერვიულო, შვილო, მე დაგეხმარები და შენს გვერდით ვიქნები, როგორც შენი დედა. დავისვენოთ და მოვემზადოთ, რომ პირველ მებრძოლთან და მის מחულთან წავიდეთ. მომდევნო დღეებში დედაჩემი გარალარგამ ეხმარებოდა მივლიდა და მაძლევდა მითითებებს, რომ შემდეგი ლეგენდარული מחულის მოსაპოვებლად წავსულიყავი. მომდევნო დღეებში დავიწყე ჩემი გზა დანარჩენი ლეგენდარული מחვილების საძიებლად, რათა დავამარცხო დოქტორ ეგმენის ყველა ჯარისკაცი და გადამერჩინა მსოფლიო. სწრაფად, ამიერიდან მხოლოდ 20 წამი გაქვს, რომ დაალაიქო გამოიწერო არხი და ჩართო ზარი, რათა გააძლიერო ექსკალიბურ სონიკის ძალა. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერ სიტყვას ექსკალიბურ სონიკი, შეძლებ მიიღო მისი ლეგენდარული מחვილი, ასე რომ მე შენს ადგილას იჩქარებდი, დრო უკვე ამოიწურა. არა. ჭანდაბა, უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც მსოფლიოს მოგზაურობ. თანაც სულ უფრო და უფრო ვიზრდები. მაგრამ ჩემს ფორმას ვერ გავაუმჯობესებ, სანამ შემდეგ ლეგენდარულ מחვილს არ ვიპოვი. დაგრძნობ, რომ ის იქაა. ღმერთო ჩემო, როგორ გავიზარდე? დიახ, აუცილებლად იქ უნდა იყოს. ასე რომ სწრაფად, ჩავთავ ტურბოს და მივდივარ მის ასაღებად. მოვდივარ. დიახ. იოპა. კიდევ ერთი გადაბრუნება. როგორც ჩანს, აქ არის. ვხედავ მას. ეს სერ პერჩუალია და შენთვის მოვედი. მამა, კეთილი იყოს შენი მოგრძანება, სონიკ ცეცხლის მებრძოლის ზაბოთდაზე. ყავს რამდენიმე ცეცხლის პაიკი, რომლებიც პრაქტიკულად გაუნადგურებლები არიან. თუ შეძლებ მათ ყველას დამარცხებას, შეიძლება ჩემი מחვილის დაგრჩეს. მაგრამ ეს სულაც არ იქნება ადვილი, რადგან ცეცხლი მძვინვარებს.
დიახ, რა თქმა უნდა, და წყალი ასველებს. მოიცადე, წყალი მართლა ასველებს. ხო და წავედით. მომეცი შენი ძალა מחვილო. მივდივარ მასთან. დიახ. ერთი ნაკლები და კიდევ ერთი ნაკლები. დიახ. აბა გამოსცადე ჩემი დათმების კომბო. ჰო, მოგწონთ ხომ ასეა? რადგან კიდევ ბევრად მეტი მაქვს. აიღეთ ეს, დიახ, მე ვარ ლეგენდარული რაინდი, რომელიც ღირსებით დაიცავს ამ სამყაროს. აიღეთ ეს დაწყლილო კლანებო. ჰო, დიახ. და ორიგინალი, არც სადო გაქცევა. არც შენ და არც შენი დაწყევლილი კლონები. ჰო, წავედით. ლპებიან, დიახ. აიღეთ ეს. ვეცებთ ვერ გაიცევით. ვაუ, დიახ, ჩემი מחვილის ზალა არ დავრდება. დაწევრილო კლონებო. და ახლა მხოლოდ შენ დარჩი ორიგინალო. ბოლო სიტყვები გაქვს? შენ ვერასდროს დაამაცხებ ბოს ეგმეს და ცეცხლის რაინდებს. მოიცა, ნუ მეცინი და ახლა ტორნადოს ძალით. დიახ. უკვე! სამუდამო დამემშვიდობე სულელო, შენი ცეცხლი ვერ დამწავს თუ ჩემი მახვილი და ტორნადო მიცავს. ეხლა შენს მახვილს სავიღებ და აქედან გავდივარ. ნახო ამდის ცეცხლის ჯარისკაცებო, თქვენ სულელები ხართ. მომდევნო დღეებში ვიწოვდი ახალი ლეგენდარული მახვილის მთელ ძალას, რათა საბოლოოდ მიმეღო ექსკალიბურ სონიკის ახალი ფორმა, რომლითაც შემდეგ მებრძოლს შევებრძოლებოდი. ამიტომაც გავათავისუფლე ექსკალიბურ სონიკის მთელი ძალა და პირდაპირ ჩემი შემდეგი მსხვერპლისკენ, შემდეგი მებრძოლისკენ გავემართე. კარგი. როგორც ჩანს, ამ დღეშია შემდეგი მახვილი, თუმცა აქ რაღაც არ მომწონს. ყველაფერი საკმაოდ უცნაურად იგრძნობა და ცოტა მეშინია კიდეც. იმედი მაქვს ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვაა. რა? ესენი მაიმუნები არიან? რა ტიპის მოწინააღმდეგეს მეჯახები ახლა, რომ მაიმუნებს მიგზავნის? დიახ! ჰეი, მომშორდით! ჰეი! სულელები! მაიმუნები! ისინი ზოგადად ცხოველები არიან. დაიცილე! კმარა. წამო. გონია რომ დროა ჩემი ახალი ერიში გამოცადო, რომ ამ ცხოველებს თავი დავახციო. დარწმუნებული ვარ თავიანთ ბოსს იცავენ, რომელიც იქ წინ არის. კმარა, წამო. ღმერთო ჩემო, ბევრი მოდის. ყოველგვარი ეჭვის გარეშე, უნდა გავაკეთო ეს. მოდით აქ. კი, დიახ, ეს ჩემი ახალი წრიული ერიშია, კმარა. ვეღარასდროს გნახავთ, მაიმუნებო. წამო, უნდა ვიჩქარო. იქ შემდეგს ხედავ, გაეტრიეთ, მაიმუნებო. ერთი საქმე მაქვს. და თქვენ ამაში არ ხართ ჩართული. ვაუ! სულ უფრო და უფრო მეტი ჩნდებით. ჰეი, ეს საკმარისი არ იქნება ჩემი შესაჩერებლად. კმარა, მოდით, ვინც გინდათ, ვერ დამამარცხებთ, წრიული ჭრილი. შევიძლია წინ მებრძოლი დავინახო, მაგრამ ჯანდაბა, მაიმუნები და მაიმუნები სულ უფრო და უფრო ჩნდებიან. კმარა, ყველას ბოლოს მოგიღერთ და მორჩა. წამო! სულელი მაიმუნები, ვერც ერთი აღარ დარჩა, ასე რომ დროა დამანახო, რისი გაკეთება შეგიძლია შენ. სულელო სონიკო, რა უქენი ჩემს მაიმუნებს? ისინი ხომ უნდა დამხმარებოდნენ მსოფლიოს დაპყრობაში? ჩემო მაიმუნებო, ისეთი ბრაზი მაქვს, მინდა ჩემს מחულთან გავერთიანდე. მეც ასე ვარ, მხეცი ვარ, სონიკო. აი ამიტომ გავერთიანდი ჩემს מחულთან, რომ მონსტრი გავხდე და დაგამარცხო. რა ჯანდაბა ეს? შენც იმავე ადგილას წახვალ, სადაც შენი მაიმუნები, ყინულში. და უკვე, მოიცადე, სად არის? ცხეულო იყო. აიღე. დიახ, რა ჯანდაბაა. ქვა მესროლა. მოდი აქ. ვერ დამახტევ თავს. ცხეულო იყო. რა ძალაა ეს? მისი უხეში ძალა შეუჩერებელია. სწრაფად. უნდა მოვიფიქრო რამე, რომ შევაჩერო სანამ დამეწევა. წავედით არა? ის მთელ თავის ძალას იყენებს და სულ უფრო რთულია მისი შეჩერება. მოშორდი. უნდა ვცადო. ჩემი წრიული შეტევა, წავედით. ჯერ არა. ეხლა. დიახ, რას ხედავ, როგორ? საკმარისი არ იყო, დაწკევლილო. არა. აიღეს, რამდენჯერაც საჭირო იქნება ამას გავაკეთებ, სანამ არ დაგამთავრებ. არა, ძალიან ძლიერია, ძალიან რთულია მისი დამარცხება. წავედით, იფიქრე სონიკ, რა შემიძლია გავაკეთო? მოშორდი. გამიშვი. უკვე ვიცი, იგივე ტორნადო, რომელმაც ბლეიზი გაანადგურა. აიღეს.
და ეს ტორნადო. იმუშავა. ჯერ კიდევ აქვს ზალა. უნდა დავარტყა იქ, სადაც ყველაზე მეტად სხივა. მრავალჯერად იჭრილობები, დიახ. და მით ვეღარასდროს წამოდგები. რთული იყო, მაგრამ შევძელი. ეხლა მომეცი შენი მახვილი. უნდა გავაუმჯობესო ჩემი ექსკალიბურ სონიკის ფორმა. ასე რომ შემდეგი დღეები ვიცავდი იმ ორი מחვილის ზალას, რომლებიც უკვე ჩემს კოლექციაში მქონდა. სანამ საბოლოოდ არ გავხსენი ექსკალიბურ სონიკის ახალი ფორმა. ამიტომ შემდეგი დღეები ჩემი ახალი ძალა გამოვიყენე, რომ პირდაპირ თოვლისა და ყინულის მიწებზე წავსულიყავი, სადაც ჩემი შემდეგი მოწინააღმდეგე მელოდა. საბოლოოდ მივედი იმ ზონაში, სადაც ყველა რაინ შორის ერთ-ერთი ყველაზე საშიში იმყოფებოდა. შევდივარ სიბნელეში, ცივ-თოვლში და ქარიშხლიან ქარბუქში. დროა დავამარცხო ყველა მსახური, ვინც შეიძლება ყავდეს. წავედით! უნდა მოვამზადო ჩემი საუკეთესო შეტევები ნებისმიერ მომენტში. შეიძლება მისი მსახურები დამესხან თავს და როგორც ჩანს უკვე ვხედავ როგორ მოდიან. აი იქ არიან. მოდის რამდენიმე რობოტი დამცველი სურდო. აბა წინ, დაგამთავრებ თქვენ. ეხლა მე ვარ ბევრად უფრო გაუმჯობესებული ექსკალიბურ სონიკი. სცადეთ ყველა მეს ძალა. და რა თქმა უნდა, მაქვს ახალი იერიში თქვენთვის. ჭრილების ქარიშხალი. დიახ. მოგეწონათ, კიდევ მაქვს თქვენთვის ყველასთვის. აი აქ არის. ეს მე ვარ. ძალიან მარტივი იყო თქვენი დამარცხება, არა? მოდით აქ თქვენ, ხმლების ტორნადო. დიახ. ეხლა უფრო ახლოს ყავართ. მოდით, თქვენი ზღაპარი მთავრდება. ამ რობოტებს არასდროს შეეძლება შემდეგი რაინდის დაცვა. ასე რომ წავედით, იქ საკმაოდ ბევრს ვხედავ. სცადეთ ჩემი დროებითი დაჭრები. დიახ. არც ერთი ცოცხალი არ დარჩა. ძალიან მარტივი, არა? როგორც ჩანს ეს ძალიან მარტივი იყო. და ეხლა მხოლოდ ერთი მტერი დამრჩა, რომელსაც უნდა შევებრძოლო. მოემზადე ბრძოლისთვის, სილვერ. აქ ვარ. ხო, აქ ძალიან ცნობის მოყარე ჯარისკაცი ყავს. სხვა გზა არ დამჩენია, უნდა შევეწყა ჩემს მახუს და გაჩვენო ჩემი ახალი ფორმა. ეს არის ჩემი მომავლის ჯავშანი. მოემზადე დამარცხებისთვის, სონიკ. ეს ჩემთვის სიამოვნება იქნება. ტრას რობოტებო, მოდით აქ. და ეს რობოტებიც აქედან. მართლა გინდა ჩემი დამარცხება? მოდი რა, ნუ გამაცინებთ. დიახ, კესკე. ეს რა არის? კარგად ეცადე, სილვერ. მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება. კარგი, გასინჯე ჩემი დარტყმები. რაკეტები გაქვს, ეს საოცარია, მაგრამ მე სხვა დარტყმებიც მაქვს. უკან რობოტუჩო. და ეხლა შენ უკან, გამეცალე გზიდან. დაწკევნილი იყო, სილვერ. უნდა დაგამარცხო. გადავარჩენ სამყაროს. მიიღე ეს ტორნადო. გასინჯე. სრიული დარტყმა. ეს უკვე აღარ მოგეწონა. კარგი, მგონი დროებითი დარტყმები უნდა გამოვიყენო. წავედით. გასინჯეს. დროებითი დარტყმები. დიახ. სამუდამოდ დამშვიდობება, სილვერ. ვერავის შეაწუხებ. ეხლა ამ ზამთრის უდაბნოს ვტოვებ, მაგრამ ჯერ შენს მახულს წავიღებ. ასე რომ შემდეგი დღეები ვიყენებდი იმ სამი ლეგენდარული მახვილის ძალას, რომლებიც უკვე ჩემს გონებაში მქონდა. ინვენტარი გამოვიყენე, რომ ჩემი ექსკალიბურ სონიკის ფორმა ბევრად უფრო ძლიერად გამეკეთებინა. ისეთი, რომ დოქტორ ეგმენის ბოლო მებრძოლისთვის ბოლო მოეღო. ასე რომ შემდეგი დღეები გამოვავლინე მთელი ჩემი პოტენციალი და დავიწყე დოქტორ ეგმენის ბოლო მებრძოლზე ნადირობა. დროა ყველაფერს ბოლო მოუღო. ბოლოს და ბოლოს მივედი იმ ზონაში, სადაც ბოლო მებრძოლია და აქ იმალება ამ უბადრუქ სოფელში. მოდი შადოუ, გამოაჩინე თავი. შემზედას რომ მოკლას ცადეთ და ახლა ეგმენის მიერ გარყვნილები გინდათ მსოფლიოს დაპყრობა. სათხარ, გამოაჩინე თავი და მაჩვენე რისი გაკეთება შეგიძლია. გილოცავ, სონიკ. ყველა მებრძოლი დაამარცხე, მაგრამ მე დაგჭი ყველაზე ძლიერი. ამ დროისთვის დარწმუნებული ვარ, რომ დოქტორი ეგმენი უკვე იპყრობს მსოფლიოს. ეს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. როცა შენ დაგამარცხებ, მასაც დავამარცხებ.
კარგი, მე მგონია რომ შენთვის მაინც მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ თუ ის დაიფრობს მსოფლიოს, ეს ნიშნავს რომ შენი დედა უკვე აღარ იქნება. ის თხოვობაში ხავს, გადარჩა იმას, რასაც არ უნდა გადარჩენოდა და შენ ყველა ჩვენი ჯარისკაცი დაამარცხე. ასე რომ ახლა ეგმენი ამას შენზე შურისძიებით გადაგიხდის და დედას დაგართმევს. რა? არა, დედა, არა, ეს არ შეიძლება, ეს შეუძლებელია. კი, და ახლა მოემზადე, იმიტომ რომ მე ვიქნები ის, ვინც შენ დაგამარცხებს. არ მოგცემ უფლებას, დედა ჩემ შეეხო, გასინჯე ჩემი ახალი იერიში. დასხმა, ღვთაებრივი. დიახ. სად დაიკარგე, შადოუ? წყეულო, სად იყავი გაპარული? ეს ძალა, რა ჯანდაბა? ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ეი! წყეულო, მიიღეს. და ღვთიური დარტყმა, ჩემთან არ გაბედო, შადოუ. ბევრად უფრო საშიში ვარ ვიდრე გონია და მით უმეტეს თუ ჩემს დედას შეეხები. ამ მანქანასაც და ყველა დანარჩენსაც, რასაც მომიგდებ, დავჭრი. ღვთიური დარტყმა. მოდი, გამოაჩინე თავი. წყეულო, აქ ხარ. წყეულო, ჩოტო, ესეც სადე, ჩემი ახალი ღვთიური ჭრილები. მომშორდი. ციკლონის ჭრილი, ჩემი წრიული ჭრილი დაუმარცხებელია, შადოუ. წყეულო, დიახ, გაჩერდი. მოდი აქ, დაგამთავრებ. შაკონ, შენთან ერთად. ჩემი საკუთარი დედის სახელით. მე მას შენგან გადავარჩენ. და დოქტორ ეგმენისგანაც. ეს შენი დასასრულია. ჩამოტვირთვა. სამუდამოდ დამშვიდობებ. შედოუ, მართლა. დიახ, ეხლა მომეცი ეს მახვილი გთხოვ. მისი მთელი ძალა მჭირდება რომ დოქტორ ეგმენს მივადგე და სამყარო საბოლოოდ გადავარჩინო. მომდევნო დროებში 4 ლეგენდარული მახვილის ძალას ვიწოდი. ვიცოდი რომ რაც დედა ჩემს შეემთხვა საშინელი იყო. საბოლოოდ გავხსენი ჩემი საბოლოო ფორმა. ექსკალიბურ სონიკი, რადგან ვიცოდი რა ხდებოდა დედა ჩემს. ლეგენდარული ჯავშანი ისევ ჩემთან დაბრუნდა და დრო იყო მსოფლიო გადამერჩინა. შემდეგი დღეების განმავლობაში გამოუშვი ექსკალიბურ სონიკის მთელი ძალა და გადავწყვიტე ერთხელ და სამუდამოდ დამესრულებინა ეს ყველაფერი. ხედავ რომ ცოტა დავაგვიანე, დოქტორ ეგმენი. უკვე ანადგურებ მთელ მსოფლიოს. ბოლოს გამოჩდი, სონიკ. სიმართლე რომ გითხრა, ძალიან სახალისოა სამყაროს განადგურება, მაგრამ უფრო სახალისო ისო იყო შენი დედის მოკლა. არა, ეს არ არის, ეს არ შეიძლება იყოს სიმართლე. მე ის გადავარჩინე და შემდეგ დამპირდა რომ მომივლიდა და ჩემს გვერდით იქნებოდა. დაპირებები ყოველთვის არ სრულდება, სონიკ, თუმცა მე დავპირდი რომ სამყაროს დავიპყრობდი და ამას უკვე თითქმის მივახციე. მხოლოდ შენს დამარცხება დარჩა, ასე რომ მოემზადე. ძალიან ძვირად აგებ პასუხს ყველაფერზე რაც გააკეთე. ზეციური დათმა, წინ, ეგმენ! მოდი აქ! მიიღეს ჩემი ჭრილობები, შეიგძენი ჩემი ტორნადოს რისხვა. კიდევ და კიდევ მეტი ჭრილობა. დედა ჩემს შურს ვიძიებს, სულელო. მოდი ახლოს, ეს შენთვის მაქვს. აი ასე, ჩემი წრიული ჭრილობები შეუჩერებელია. წყეულო, ნახე, გაიგებ თუ არა? არა, გაიგეს. ეს და ეს. ეს მთელი ის ძალაა, რაც გაათავისუფლა. მოდი აქ! დამაჩვენე, რისი გაკეთება შეგიძლია. გასინჯე ჩემი დროითი ჭრილები. დიახ, და ჩემი ღვთაებრივი დაღთმა. ეიჯმან, ეხლა დროა დავასრულოთ ეს. სონი. აირე ჩემგან მთელი ძალა რაც შეგიძლია. დედა, ანუ მართლა უნდა დაგამთავრო. სონი, მაგრამ როგორც დედა, რომელიც ძალიან გიყვარს, ბოლომოს უთქვით გაძლევ მთელ ჩემს ძალას, რომ დაასრულო ეს საქმე. ძალიან გაზრდილ ხარ და ძალიან ვამაყობ შენით. ეხლა გადაარჩინე მსოფლიო. დედა, მე გადავარჩენ მსოფლიოს. რას აკეთებ? მარტო რატო ლაპარაკო? სასაციოდ გამოიყურები? იმ ცოტა ძალით რაც დამჭა დაგამთავრებ, სონიკ. მოემზადე სიკვდილისთვის. არა, ეჯმან, ეს არ მოხდება. მით უმეტეს დღეს. დედა ჩემი მაძლევს ყველა იმ ძალას, რაც მჭირდება და ეს ნიშნავს, რომ დროა შენი დასასრული დადგეს. ლეგენდარული დრაკონის შეტევა. სამუდამოდ დამშვიდობე, ეჯმან. დრაკონო, გაანადგურე იგი. ეს იყო შენი მმართველობა, ეჯმან. დიდხანს არ გაგრძელდა, მაგრამ უკვე მკვდარი ხარ. მზე ისევ ამოდის და ღრუბლები იწევა. სოფლიოს ისევ აქვს ღიმილის მიზეზი. შენთვის დედა, შენთვის ეს სოფლიო ისევ უსაფრთხო ადგილად იქცა და ყოველთვის ასე იქნება, რადგან მას დაიცავს ექსკალიბურ სონიკი.
და ვერავინ დაუპირისპირდება ჩემს ძალას, რადგან მე ვარ ლეგენდარული მებრძოლი.